ერთი ავიამზიდის დამთხმელი ჯგუფი ერთ დღეში უფრო მეტ ლოგისტიკურ რესურსს მოიხმარს, ვიდრე ქვეყნების უმეტესობის შეიარაღებული ძალები ერთ კვირაში გადაადგილებენ. 17,000 კვება, 100,000 გალონი, საავიაციო საწვავი. ასევე უწყვეტი მომარაგება, შეკეთება და კოორდინაცია 1000 მილის წყლის სივრცეზე ვრცელდება. და ეს მხოლოდ ერთი შენაერთის ოპერატიულ მდგომარეობაში შენარჩუნებაა. სწორედ ეს ნაწილი გამორჩება უმეტესობას ამერიკის შესახებ. 5,000 მილი ღია ოკეანე არ აინტერესებს, რამდენად ძლიერი ხარ. ყველა იმპერია, რომელმაც შეეცადა შეერთებულ შტატებზე ზეწოლას, ერთსა და იმავე ვარაუდს წააწყვდა, რომ ძალა წყვეტს შედეგებს. მაგრამ ისინი ეჯახებიან რაღაცას, რაც ძალაზე ბევრად ძველია. გეოგრაფიას. მაგრამ მანამდე, სანამ ამერიკას სამხედრო ძალა ექნებოდა, მას უკვე ჰქონდა თავდაცვის სისტემა. 2 ოკეანე, ერთი თვითქმარი კონტინენტი და რუკა, რომელიც ზეწოლას შთანთქავს, მანამ სანამ ის ზიანს მიაყენებს. და 50 წლის განმავლობაში ყველა მცდელობა ამ სისტემის გარღვევისა წარუმატებელი აღმოჩნდა. პოლიტიკოსებს ამის შესახებ მოლაპარაკება არ შეუძლიათ. ეს ადგენს საზღვრებს. და სწორედ აქ ეჯახება ახლო აღმოსავლეთის ამბიციები კედელს. ყველაფერი ნავთობზე, სტრატეგიულ წერტილებსა და პროქსი არმიებზეა დამოკიდებული. რეგიონული საზღვაო ძალები შექმნილია შეზღუდულ სივრცეში მოქმედებისთვის. სანაპირო წყლები, ვიწრო სრუტეები და ახლო მანძილზე შეტაკებები. ეს იარაღები მომაკვდინებელია ესეთ გარემოში, მაგრამ პრაქტიკულად უსარგებლოა ატლანტიკის შუაგულში. იმ წამსვე, როცა ხომალდი ტოვებს ხმელეთზე ბაზირებულ საჰაერო საფარს, ისინი არ შედიან ბრძოლის ველზე. ისინი შედიან ზონაში, სადაც აშშ-ის საზღვაო ძალებს მუდმივი უპირატესობა აქვთ. ეს რეალობა გამოცდის წინაშე დადგა 1980-იანი წლების ტანკერების ომის დროს. რეგიონულმა მოთამაშეებმა სცადეს სპარსეთის ყურე ზეწოლის წერტილად ექციათ, როდესაც გემების მარშრუტებს ნაღმავდნენ. ეს იყო მცდელობა, გაეზარდათ გლობალური სადაზღვევო ხარჯი და ამერიკა უკან დახევაზე ეიძულებინათ. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტმა გამოიწვია პრემიის ზრდა და დროებითი მღელვარება მიწოდების ჯაჭვში, ძალადობამ მკაცრად შემოიფარგლა აშშ-ის ძირითადი ტერიტორიიდან 7,000 მილის დაშორებით. რეგიონული მოთამაშეები თავიანთ ტერიტორიაზე ზეწოლას ახდენდნენ გადაზიდვებზე, მაგრამ მათ არ ჰქონდათ არანაირი შესაძლებლობა ეს ზეწოლა მის ფარგლებს გარეთ გაევრცელებინათ. აშშ-ის ძალებმა უზრუნველყვეს მოძრაობის უწყვეტობა ყურეში, მაშინ როცა ამერიკის შიდა ტერიტორია სრულად დაცული დარჩა. კონფლიქტმა ეს ფაქტი დაადასტურა. ახლო აღმოსავლეთის საზღვაო ძალა რეგიონულია. მათ შეუძლიათ ყურე სახიფათო გახადონ, მაგრამ ატლანტისა და წყნარი ოკეანე ხელშეუხებელია. დღეს ეს ბარიერი კიდევ უფრო ძლიერია, გაძლიერებული ტექნოლოგიებით, რომლებიც მოულოდნელობას ნელობას უფრო და უფრო ართულებს. მაგრამ ძალა ერთადერთი არ არის, რაც ოკეანეს გადაკვეთს. მოულოდნელობის ფაქტორი არ არსებობს, როცა დაშორება 3,000 მილია ოკეანე. თვითონ ეს მანძილი მუდმივ დამცავ ფარად აქცევს. მაგრამ ოკეანეები ციხესიმაგრის ნაწილია. თავდაცვის ნამდვილი გულისთვის კი უფრო შიგნით ხმელეთზე უნდა გაიხედა. მაგრამ როცა საქმე ამერიკაზე დარტყმას ეხება, ყველაზე აშკარა წნეხის წერტილი სამხედრო კი არა, ენერგეტიკა. ერთი საკვანძო წერტილი მსოფლიო ნავთობის ნაკადების მეხუთედს ატარებს. ჰორმუზის სრუტე, ბევრჯერ ხსმენიათ მის შესახებ. მისი ჩაკეტვა მხოლოდ მიწოდებას არ არღვევს. ეს შოკს ატენებს გლობალურ სისტემას, მაგრამ ეს შოკი იქ არ ხვდება, სადაც მიზნად არის დასახული. ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება, მაგრამ ყველაზე მეტად ევროპა და აზია ზარალდება. იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნები. ამერიკას კი აქვს უსაფრთხოების ისეთი დონე, რომელიც 20 წლის წინ არ არსებობდა. ამერიკული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ამერიკული წარმოება სრულად არ ემთხვევა ერთმანეთს. ვაშინგტონმა არსებითად შექმნა გლობალური ენერგეტიკული მარღუჟი, საიდანაც მას ნებისმიერ დროს შეუძლია გამოსვლა, მაშინ როცა მისი მეტოქეები ამ მარღუჟში ჩარჩენილები რჩებიან. ამ სისტემის ორივე ბოლოში ყოფნით აშშ-ს აქვს ფასზე ზემოქმედების ბერკეტი, რომელსაც ვერც ერთი რეგიონული მოთამაშე ვერ გაიმეორებს. თუ გაქვს ნავთობი, შეგიძლია გაიდო იგი გლობალურ ბაზარზე. მაგრამ ახლა შეერთებულ შტატებს აქვს ფიზიკური მილსადენები და საცავის მოცულობა, რომ ფუნქციონირება შეინარჩუნოს, თუნდაც ახლო აღმოსავლეთის მიწოდება შეწყდეს. აშშ-ში ასევე აწარმოებს დიდი რაოდენობით ბუნებრივ გაზს, რომლის გათხევადებაც და თხევადი სახით გადაზიდვაც შესაძლებელია. კრიზისის დროს ეს ქვეყანას დამატებით ბერკეტს აძლევს, რესურსებს, რომლებიც შეიძლება ბუფერად იმოქმედოს მისი მოკავშირეებისთვის. სხვა ქვეყნები ცდილობდნენ ენერგომომარაგების შენარჩუნებას, ამერიკის წარმოება კი შეიძლება გაიზარდოს მიწოდების სტაბილიზაციისთვის. ისთვის, ამ სისტემის მიერ ამერიკისთვის საფრთხის შექმნის ყველაზე ნათელი მაგალითია 1973 წლის ნავთობის შოკი, როდესაც ფასები თითქმის ერთ ღამეში 3-დან 12 დოლარამდე გაიზარდა. პასუხი იყო ფიქალური ნავთობის მოპოვება, საცავი და მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაცია. სისუსტე გადაიქცა ინფრასტრუქტურად. დღეს, თუნდაც ისეთი შეფერხება, როგორიცაა ჰორმუზის სრუტის დახურვა, ფასებს ზრდის და არა მიწოდებას აჩერებს. აშშ-ში ამ რეგიონიდან დაახლოებით 8% იღებს თავის ნავთობს, რაც ნიშნავს, რომ გავლენა ბევრად ნაკლებად პირდაპირია. სპარსეთის ყურის ქვეყნებს რისკავენ, რომ საკუთარ ეკონომიკებს უფრო დიდ ზიანს მიაყენებენ, ვიდრე ამერიკას. ეს მაინც ბერკეტია, რომელსაც შეუძლია მსოფლიოში არყიოს, მაგრამ სისტემას ვერ დაანგრევს.
თუ ნავთობი ვერ ანგრევს სისტემას, შემდეგი ნაბიჯია მასში დარჩენის ფასის გაზრდა. პირდაპირი კონფლიქტი ვერ ამართლებს, ამიტომ სტრატეგია იცვლება. ყველაზე გავრცელებული იარაღი, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში სუპერსახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ, არც უზარმაზარი არმიაა და არც შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა. ეს არის არაპირდაპირი ზეწოლა. პროქსიომ, ჰეზბოლა, ჰამასი, ჰუთები, მილიციები. როდესაც ქვეყნები ფულსა და იარაღს აწვდიან მცირე ჯგუფებს, რომლებიც რეგიონალურ მთავრობებს არ ემორჩილებიან, ისინი არათანაბარ ბრძოლას ქმნიან. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს პირდაპირი ომი უფრო ძლიერ სამხედრო ძალასთან, ნელ-ნელა და მუდმივად დაასუსტოს მოწინააღმდეგე. ამ ჯგუფებს შეუძლიათ გემების შეჩერება ან სამხედრო ბაზებზე თავდასხმა. ისინი არ ცდილობენ ამერიკის დამარცხებას, ისინი ცდილობენ მენმისი გამოფიტვას. IAP დრონები, იმპროვიზირებული თავდასხმები, მუდმივი დაძაბულობა, რათა ნებისმიერი კონფლიქტი ძვირადღირებული გახდეს. ყოველ ჯერზე, როცა IAP დრონი ASCII-ს საზღვაო ფლოტის გემიდან $1,000,000 რაკეტით ჩამოაგდებენ, მათემატიკა პროქსის სასარგებლოდ მუშაობს. ეს თავდაცვას ძვირადღირებულ და დამხლავ პროცესად აქცევს. მათ შეუძლიათ გაზარდონ იქ ყოფნის ხარჯი. 1983 წელს ბეირუთის ბარაკებზე თავდასხმის დროს ადგილობრივმა ჯგუფმა სატვირთო მანქანაში დამონტაჟებული ბომბი გამოიყენა და 251 ამერიკელი სამხედრო მოკლდა. მათ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ჩვეულებრივი უსაფრთხოების ხაზების გვერდის ავლა და მიზანზე მასიური მსხვერპლის გამოწვევა. ამერიკას მძიმე ადამიანური ტრაგედია დაატყდა თავს და სამხედროებს იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ლიბანის ის ნაწილი. მაგრამ თუ უფრო ახლოდან დააკვირდებით, იმ თავდასხმამ სტრატეგიული ზღვარი გამოავლინა. წერტილი, სადაც მცირე ჯგუფის ძალა უბრალოდ ზღვარს აწყდება. გამარჯვება მხოლოდ ადგილობრივი იყო. მან ამერიკის ძალაუფლება არ დაანგრია. ეს არ გაჰყოლია შეერთებულ შტატებს მის საკუთარ ნაპირზე. და მან არ შეუშალა ხელი ამერიკას, რომ თავისი ძალა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამოეფენებინა. დარტყმამ დაამტკიცა, რომ პროქსები შეიძლება საზღვრებზე დააზიანონ, მაგრამ ბირთვს ვერ შეეხებიან. ეს ამბავი მას შემდეგ არ შეცვლილა. თუ ტერიტორიამდე ვერ მიდიხარ და ზეწოლას ვერ ინარჩუნებ, ბოლო ვარიანტია თავად სისტემას დაუმიზნო დარტყმა. შეერთებულ შტატებს ეკონომიკაში უზარმაზარი ფარი აქვს ჩაშენებული. მსოფლიოს უმეტეს დიდ ძალას სპეციალიზაცია აქვს, რაც მათ ადვილად დასამსხვრევად აქცევს. მათ ან თითქმის ყველაფერი სხვა ქვეყნებიდან უნდა იყიდონ, ან ყველაფერი, რასაც აწარმოებენ, გაყიდონ, რომ ქვეყანა ფუნქციონირებდეს. ამერიკის ეკონომიკა განსხვავებულია. ის მუშაობს როგორც უზარმაზარი ციკლი, რომელიც ძირითადად საკუთარ თავს ამარაგებს. თუ ახლო აღმოსავლეთთან ვაჭრობა დღეს შეწყდება, ეს საფონდო ბირჟაზე დიდ ხმაურს გამოიწვევს, მაგრამ ეს ქვეყნის ბირთვს ვერ გაანადგურებს. ამ ფარის ყველაზე ძლიერი ნაწილი ისაა, როგორ არის გლობალური ფულის მოძრაობა მოწყობილი. რადგან ASCII-ში დოლარი გლობალური ვალუტაა, ფედერალური სარეზერვო სისტემა და ASCII-ის ხაზინა თითქმის ყველა გარიგების ცენტრში არიან, რომელიც ქვეყნებს შორის ხდება. ეს ამერიკას ციფრულ შესაძლებლობას აძლევს, რომელიც მის საზღვრებს ბევრად ცდება. თუ მოისურვებს, შეუძლია ნებისმიერი ჯგუფის ან ქვეყნისთვის, რომელიც პრობლემებს ქმნის, ფულის მიტოდება შეწყვიტოს. და ამ ციფრული ფარის ძალა აშკარად გამოჩნდა 2012 წელს. ASCII-სა და ევროპის ზეწოლის შემდეგ, ბანკებს შორის საკომუნიკაციო ქსელმა SWIFT-მა რამდენიმე მსხვილი ირანული ბანკი გათიშა. არც საზღვაო ფლოტი, არც რაკეტები. ეს იყო ციფრული გარიყვა გლობალური ფინანსური სური სისტემიდან. ზემოქმედება მყისიერი და მძიმე იყო, ირანის შესაძლებლობა საერთაშორისო დონეზე ფული გადაეტანა მნიშვნელოვნად შეიზღუდა და ქვეყნის ეკონომიკაზე ზეწოლა გამკაცრდა. ირანის ნავთობის ექსპორტი დაახლოებით 40%-ით შემცირდა ერთ წელიწადში და 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. საერთაშორისო ბანკებში, რიადში, აბუ-დაბიში და სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებში ტრილიონობით $100 შენახული. ყველა ტრანზაქცია, რომელიც ამ დოლარებს ეხება, საბოლოოდ ამერიკულ ფინანსურ ინფრასტრუქტურაში გადის. ვაშინგტონმა ააშენა ის არხები, რომლითაც ფული მოძრაობს. რადგან ყველა ეს გარიგება საბოლოოდ უნდა გაიაროს ამერიკულ კლირინგულ სისტემაში ან ჩიპსში. ASCII-ს ფაქტობრივად აქვს შესაძლებლობა შეუჩეროს იმ ფულის მოძრაობა, რომელიც რეგიონული ჯგუფების დაფინანსებისთვის გამოიყენება. თუ ახლო აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანა ცდილობს დოლარზე გავლენის მოხდენას, საბოლოოდ მხოლოდ საკუთარ დანაზოგებს უფასურებს. ეს გავს ფინანსურ დაპირისპირებას, სადაც ორივე მხარე შეიძლება დაზარალდეს, მაგრამ ASCII-ს თითი უდევს სასახლეზე. ფული ძლიერი იარაღია, მაგრამ ის უსარგებლოა, თუ მტერ შეუძლია ერთი დაწკაპუნებით შენი საბანკო ანგარიში დაგიბლოკოს. 2026 წლის ნოემბრიდან SWIFT-ის სისტემა მოითხოვს გაცილებით დეტალურ და სტრუქტურირებულ ინფორმაციას საერთაშორისო გადახდებისთვის. ეს კიდევ უფრო ართულებს ფარულ ქსელებს ფულის გადატანას ისე, რომ ASCII-ის ხაზინამ ეს ვერ დაინახოს. რადგანაც ASCII მას პინძლობს მსოფლიოს ყველაზე ღრმა ფინანსურ ბაზრებს, ზეწოლა სისტემას არ ანგრევს. ის უბრალოდ შეიწოვება. როდესაც მცირე ეკონომიკებს ურთყამენ, ვალუტები ინგრევა.
როდესაც აშშ-ს ურთქამენ, ნაკადები უბრალოდ სხვა მიმართულებით მიდის და ისინი, ვინც ფულის დამალვას ცდილობს, გამომჟღავნდებიან. თუ ახლო აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანა შეეცდება აშშ-ს ავნოს დიდი რაოდენობით, აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვით, ისინი ლიკვიდურობის მახეში აღმოჩნდებიან. ბაზარი იმდენად ღრმაა, რომ თუნდაც კოორდინირებული კაპიტვაც კი შეიწოვება სხვა ინვესტორების მიერ, რომლებიც უსაფრთხოებას ეძებენ. გამყიდველს მასშტაბურად კაპიტალის განთავსებისთვის ცოტა ალტერნატივა დარჩება. პრაქტიკაში ეს აშშ-ზე ფართომასშტაბიანი ეკონომიკური შეტევების შენარჩუნებას უკიდურესად ართულებს. ვაჭრობის ომი ან ემბარგო შეიძლება ზიანს აპენებდეს მოგებებს, მაგრამ მას ქვეყნის კედლების დანგრევა არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, ეს ფარი გარკვეული ნელი ზეწოლის ქვეშაა. სხვა ქვეყნები ცდილობენ საკუთარი სისტემების შექმნას, რათა SWIFT-ს გვერდი აუარონ. ისინი ამოწმებენ დოლარის სიმტკიცეს. მაგრამ ეკონომიკური ზეწოლა მხოლოდ სისტემის ერთი ფენაა. შუა დასავლეთის უზარმაზარი ფერმები იმდენ საკვებს აწარმოებენ, რომ მთელი ქვეყნის გამოყვება შეუძლიათ და კიდევ სიჭარბე რჩება ექსპორტისთვის, მსოფლიოსთვის. ამერიკული მდინარეთა სისტემის უზარმაზარი ზომა ქვეყნის დაცვას მეორე კედელს უმატებს. თუნდაც პორტები გაქრეს, შიდა ნაწილი არ იშლება. უბრალოდ მარშრუტს იცვლის. ერთი მისისიპის მდინარის ბარჟა იმდენ თვირთს იტევს, რამდენსაც 15 ბუგერული სატვირთო ვაგონი ან 60-70 სატვირთო მანქანა. მაგრამ მთავარი საკითხი მოცულობა კი არა, უწყვეტობაა. ეს შიდაწყლის გზები ქვეყანას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს მომარაგების ჯაჭვები, თუნდაც ყველა სანაპირო პორტი დახურული იყოს. ქვეყნის შიდა რეგიონებს შეუძლიათ დისტრიბუციის გადამისამართებას შიდა მარშრუტებით, რომლებსაც ვერც ერთი უცხოური საზღვაო ძალა ადვილად ვერ დაბლოკავს. შეფერხებებს სისტემა აიტანს, მაშინ როცა სხვა ქვეყნები ხედავენ, რომ მათი ვაჭრობა წყლის პირას წყდება. ეს მიღწეულია 10 წლეულების განმავლობაში უკეთეს თესლებში, სარწყავ სისტემებსა და ინდუსტრიულ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების შედეგად. ბის შედეგად, ოკეანეები ართულებენ შეჭრას. შიდა მდინარეები ტრანსპორტირებას იაფს ხდის. ქვეყანა თავად აწარმოებს ენერგიას და უფრო მეტ საკვებს აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს. და ფინანსური თვალსაზრისით, ის გლობალური კაპიტალის ბაზრების ცენტრში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონულ მოთამაშეებს ახლო აღმოსავლეთში შეუძლიათ არეულობის გამოწვევა, ისინი უპირისპირდებიან გეოგრაფიას, რომელიც სტრუქტურულად მდგრადია. ეს ციხესიმაგრეა თავისთავად. კონტინენტი, რომელიც აშენებულია იმისთვის, რომ ფუნქციონება გააგრძელონირება გააგრძელოს გარე ზეწოლის მიუხედავად. მაგრამ თუნდაც ესეთი სტაბილური სისტემა შეიძლება ბზარები გაუჩნდეს. ტექნოლოგიების ცვლილებასთან ერთად კედლებში არსებული ნაბრალები უკვე ჩანს. ჰიპერბრიგედითი რაკეტები იმდენად სწრაფად გადაადგილდებიან, რომ ოკეანეები უფრო პატარა გვეჩვენება. მაშინ როცა აშშ აძლიერებს თავის თავდაცვით სისტემას, რუსეთმა უკვე აჩვენა ეს იარაღები ბრძოლაში, ხოლო ჩინეთი ინტენსიურად ცდის მათ. ისინი ცაზე პროგნოზირებადი რკალით არ მოძრაობენ, არამედ ჰორიზონტთან ახლოს დაბრინავენ. გაფრთხილების დრო, რომელიც ადრე ამერიკას წუთებს აძლევდა, ეხლა მხოლოდ წამებია. მაგრამ ჰიპერბგერითი იარაღები ყველაზე დამანგრეველი ცვლილებაც კი არ არის. ასეთია იაფი დრონების ჯგუფები. ეხლა ერთი ოპერატორი შეიძლება ასობით იაფფასიანი დრონი გაუშვას, რომლებიც წერტილოვან თავდაცვის სისტემებს გადატვირთავენ. არა იმიტომ, რომ ისინი დახვეწილები არიან, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი ბევრნი არიან. ჰუთებმა ამ კონცეფციის მომაკვდინებელი მათემატიკა 2023 და 2024 წლებში აჩვენეს, როდესაც წითელ ზღვაში გემებზე დრონებისა და რაკეტების ტალღები გაუშვეს. აშშ-ს საზღვაო ფლოტს იძულებული გაუხდა $1,000,000 ჩამჭრელი რაკეტები გამოეყენებინა მიზნების წინააღმდეგ, რომელთა თითოეულის ღირებულება მხოლოდ რამდენიმე $1,000 იყო. ყოველი ჩამოგდება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ის დრონი, რომელსაც ანადგურებს. მათემატიკა, რომელმაც ამერიკის სარაკეტო თავდაცვას სანდოდ აქცია, ძვირადღირებულ საფრთხეებზე იყო აგებული. ის არ იყო გათვლილი ათეულობით მოწყობილობაზე, რომლებიც ერთდროულად იშვება იაფფასიანი მობილური გამშვები დანადგარებიდან, რომლებიც უდაბნოშია დამალული. და განსხვავებით ჰიპერბგერითი იარაღისგან, დრონების ჯგუფური ტექნოლოგია უკვე ფართოდ ვრცელდება. ირანი ამარაგებს მათ. ჩრდილოეთ კორეა ავითარებს მათ. შესვლის ბარიერი იმდენად დაბალია, რომ არასახელმწიფო აქტორები უკვე მასშტაბურად იყენებენ მათ. რაც დაიწყო როგორც ახლო აღმოსავლეთის ტაქტიკა, საკმაოდ სწრაფად ხდება გლობალური. და კიბერშეტევები, ისინი ოკეანეებით არ იზღუდება. მათ შეუძლიათ დააზიანონ ენერგოსისტემები გემის ან თვითმფრინავის გარეშე. არსებობს კიბერ პრობლემის ფიზიკური ვერსიაც, რომლის დაცვაც კიდევ უფრო რთულია. საერთაშორისო მონაცემების, ფინანსური ტრანზაქციების, სამხედრო კომუნიკაციებისა და სადაზორო ინფორმაციის 95% გადის წყალქვეშა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელებით. დაახლოებით 400 ასეთი კაბელია, რომლებიც ოკეანის ფსკერზე გადის. ისინი უმეტესად უკონტროლოა, რთულია მათი დაცვა და მარტივია მათი გადაჭრა. რუსეთი უკვე გამოიჭირეს წყალქვეშა ნავების განთავსებაში კაბელების მარშრუტებთან ახლოს. კოორდინირებულ გადაჭრის კამპანიას არ ჭირდება ამერიკის სანაპიროებზე შეღწევა. საჭიროა მხოლოდ იმ კავშირების გაწყვეტა, რომლებიც ფინანსურ სისტემას ამუშავებს. დოლარის ძალა იმ ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული, რომელიც მას ატარებს. ეს ინფრასტრუქტურა ოკეანის ფსკერზეა განთავსებული და მას არავინ იცავს.
და სხვა დიდ ძალებს შორის აშშ-ში და დოლარისგან ნელ-ნელა დაშორება არის ტესტი იმ ფინანსური სისტემისთვის, რომელმაც ქვეყანა ასე დიდხანს დაიცვა. ჩინეთი, რუსეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები ქმნიან გადახდის სისტემებს, რომლებიც მთლიანად SWIFT-ის გვერდის ავლით მუშაობენ. საუდის არაბეთმა უკვე მიიღო ნავთობის გადახდები დოლარის გარეშე. დოლარის დომინანტობა არასოდეს ყოფილა ბუნების კანონი. ეს იყო ამერიკული ძალაუფლებისა და ალტერნატივების არარსებობის შედეგი. ახლა კი ეს ალტერნატივები იქმნება. ნელა მიზანმიმართულად. და ეს პროცესი 10 წლეულებში იზომება. სწორედ ამიტომ არ ხვდება ეს ამბები სათაურებში. ეს საფრთხეები ერთნაირად არ გამოიყურება. ზოგი ტექნიკურია, ზოგი ფიზიკური, მაგრამ მათ ერთი თვისება აერთიანებთ. არც ერთ მათგანს არ სჭირდება დიდი მანძილის გავლა, რომ ზიანი მიავენოს. როცა ენერგია იყო პრობლემა, მან ფიქალის ნავთობსა და გაზს მიმართა. როცა ვაჭრობა იყო პრობლემა, მან თავისი მიწოდების ჯაჭვები გადაადგილა. ასეთ სისტემას პირდაპირ ვერ დაანგრევ. ელოდები სანამ ის რაღაც სხვა არ გადაიქცევა. ახლო აღმოსავლეთი იმავე კედელს შეეჯახა, რომელსაც ყველა მოწინააღმდეგე ეჯახება. არა ამერიკულ ძალას, არამედ ამერიკულ გეოგრაფიას. ეს არ არის მოსალაპარაკებელი. მადლობა რომ დღეს შემომიერთდით. იმედია ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ მეტი ასეთი ვიდეოს ნახვა, გთხოვთ გამოიწეროთ. კიდევ ერთხელ მადლობა და მომავალ შეხვედრამდე MapPack-ზე.